მერაბ კორის შევეხოთ, იმიტომ რომ 5 ოქტომბერი მალე მოდის უკვე ძალიან რა. ერთი კვირა დარჩა რა თითქმის რა. კორისთან არ მაქვს ნაჩხობი. ხო, ნუ მერაბი და კორისენჰეგენი. ვიცი, თვითონ ბეთებსაც რო შეხედო, ბეთებშიც ისეთ თემაა, რომ ძალიან ფავორიტია მერაბი, ძალიან. ანუ დღესდღეობით რა, ისე აღიარებულია მერაბი, რომ ანუ გაუმტარი არის რა ხო, ხა ყველა იძახის, რომ ეხლა არის მერაბის დრო და მაგაც ვერავინ ვერ გაწევს რა. 1-3 წელი მაინც. ხო. და მეორე ის არის კიდე, რომ იძახიან, რომ თუ ვინმეს შეუძლია, კორის შეუძლია. რატო ვერ ვიტყოდი, ხა თუ ვინმე შეეძლო, მაშინ პეტრიანიც მანდ იყო, პეტრიანს მოგებული აქვს კორიზე, უმარს მოგებული აქვს კორიზე. ომალით არ ვიცი. Good point. არა, ნაჩხუბი არ აქვს და კაი ბრძოლა იქნება ძალიან ისე სტილისტურად. ხო, სტილისტურად კაი ბრძოლა იქნება. ნუ ორივეს და ორივე, ნუ კი, გასაგებია უმართან ასე თუ ისე მაინც ყველაზე მეტად გაუჭირდა მერაბს რა, 2 რაუნდი წააგო, 3 მოიგო. 3 მოიგო თა როგორ მოიგო, გადაუარა. მას თუ შევხედავთ, პეტრიანს თუ შევხედავთ, 5 რაუნდი მოკლედ მიწასთან გაასწორა. და არ ვიცი, კორი რამდენად წინააღმდეგობას გაუწევს, არ ვიცი. ერთი ის აქვს, რომ ძალიან საშიში მუხლები აქვს და სტილისტურად ცოტა იმაშია, რომ აი ეს მუხლები რო ჩართოს და კარგად ჭიდაობა აწია ზემოთ ძალიან. კორი? ხო. თავიდან საერთოდ ვერ ნახავდი რომ ჭიდაობდეს და ჭიდაობდა და მე აი რამოდენი მარცხი რო აიყო მოუმატა ძალიან ჭიდაობა. თემა ისაა რომ მერაბის ხა ჭიდაობა იმდენად არ ჭირდება, ჭიდაობის დასრულება კარგად არ ჭირდება, მას ჭირდება რომ ჭიდაობა დაიწყოს, უცებ ენერგია ჩაადებინოს მოწინააღმდეგეს მაგ დაცვაში, takedown defense-ში. Takedown defense შემდეგ უკვე exhausted, you know, ძალიან იღლებიან და ესე 5 რაუნდი გაძლება ძალიან რთულია. და თან მერაბი ეხა მოკლედ ჯონ ვუდთან რა გახდა ფინიშერი, რომელიც ფინიში რამდენი ხანი არ ქონია და ფიქრობ თუ არა რომ ეხა ამ ბოლო ფინიშის შემდეგ აი მაგასაც შეცვლილი აქვს უკვე მენტალიტეტი რომ უფრო დარწმუნებული ვარ ეცდება ფინიშს, კი. დარწმუნებული ვარ ამაში. კორისენჰეგენი ხელწამოსაკრავი ბიჭი არ არის. ჩემი აზრით მაინც decision-ი იქნება. მაგრამ მერაბი აუცილებლად ეცდება ფინიშს, კი. არ გამოურიცხა ფინიშსაც, არ გამოურიცხა. უფრო ground and pound finish. და არა ჩოკი. ხო, მორალესი. ოღონდ იმედი მაქვს ეგეთი არ მოხდება. პირველ რაუნდში ეგეთი არ მოხდება ხო, ეგეთი lucky punch არ გაუშვებს. მაგრამ თუ ფინიში იყო, ძალიან მაგარი იქნება, რა თქმა უნდა. თუ decision იყო, ესეც ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ მერაბის რეკორდი გამოდის უკვე, მგონი ალჯემეინს აქვს ყველაზე ბევრი დაცვა. თუ არ ვცდები. ბენთამვეიტში? ხო. არ ვიცი, 3 დაცვა აქვს. ხო. არა? ხო. ნუ ეხა აღარ აღმოწმებთ რა და არა უშავს რა. და ანუ უკვე ისე თემაში შედის, რომ დღესდღეობით უკვე იძახიან მერაბზე, რომ ეგ არის ყველაზე მაგარი, საუკეთესო ყველა დროის და არის კიდე ძველი თაობა, რომელიც აი დღეს ჟურნალისტები არიან, რომ მებრძოლები იყვნენ, მაგალითად ანუ მაიკლ ბისპინგი სხვა წონაზეც ამბობ. კი, ანუ ვისი აღიარებაც არის ყველაზე მისაღები, იმიტომ რომ ეგენი არიან მებრძოლები რა. და ანუ იძახიან რომ ეს არის დომინიკ კრუზ. რაღაცა ნაწილი იძახის რომ დომინიკ კრუზ არის bantamweight goatი, რაღაცა უკვე იძახის რომ მერაბი არის რა და ანუ ესეც რომ დაემატება ერთი მოგებაც, 2 მოგებაც უკვე ვეღარ იტყვი რა და მერაბი იქნება ჩემი აზრით აღიარებული ყველა დროის საუკეთესო. მერაბის მინიმუმ 2 ბრძოლა ვიცით ახლა, სენჰაგენს უნდა ეჩხუბოს და შემდეგ უკვე პეტრიანს. და ანუ პეტრიან არ აქვს სხვა ბრძოლა, ელოდება. პეტრიანი ელოდება, კი, პეტრიანი ელოდება და მერაბის დაპირდა რომ აი და ამ წელს უნდა ყველაფერი, ხო? დეკემბერში.
წარმოვიდგინე ამ წელს რო იჩხულოს კი დეკემბერში უკვე 4 ბრძოლა გამოვა წელს. როგორ უყვარს ეს რა, აქტიური ჩემპიონი. ჩემპიონი. აი შეიძლება ისეთი დიდი ის არისო დრო რა, რომ ხო, მაგრეგორივით არისო ეს მიკროფონთან, მაგრამ ძალიან მაგარია, რომ ავსებ და მერაბის სახელიც უკვე ისე აწეულია და Dana White-ის აღიარებულია, რომ he's been tested რა, ანუ უკვე ამაზე მერაბზე ეჭვი არ არის რა, ანუ he ეგ არის რა.